ეს სამთელი არის ქუთაისის პეტრე პავლოვის ეკლესიიდან და მე მსურს რომ ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი ვინც შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობასა და კანონიერების აღდგენას საქართველოს. საიდან ვგანდები? ქუთაისიდან. ახლა ვართ კანონიერი ხელისუფლების ხარდამჭერი მოვითხოვთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას სრულიად საქართველოში. ქართველი რატომ გაისარჯეთ? რატომ ჩამოსულიყავ? უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ ჩვენი ჯგუფის შესახებ, მე მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ კონსტანტინე გამსახურდიას ქუთაისის რეგიონული საზოგადოების გამგეობა მთლიანად, ჩვენი ხელმძღვანელი გახლავთ ზურაბ დათხოვაშვილი, ახალგაზრდა მწერალი, ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, სამხედრო ხელმძღვანელი გახლავთ დავით რეხვიაშვილი. ეს ის დავით რეხვიაშვილი, რომელიც იმ 10 კაცთან ერთად იმყოფებოდა ეგრეთ წოდებულ ბუნკერში კუჩის დღეებში. 25 კაციდან 10 კაცი იგივე ხალხი ჩვენ აქ ახლავართ, ვიბრძვით კანონიერების აღდგენისათვის, ვინდა რომ ბრძოლით, მივიდეთ სწავლულად, შემდეგ ალბათ დაბრუნდებით ქუთაისის გავლით დედაქალაქში თბილისში და აღვადგენთ კანონიერის ხელისუფლებას. დამცეთ მოგახსენებთ დავით რეხვიაშვილი. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ უმრავლესობა ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან, ცოტა დამახინჯა ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ბატონი ზურაბი კითხვის, ბატონი ომარ კარესელიძე ეს არის ქუთაისის არამადნეული საწარმოების კომბინატის გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი გახლავთ. ბატონი დავით რეხვიაშვილი ქუთაისის არქ პროექტის მთავარი ინჟინერი, არქიტექტორი გახლავთ. ბატონი ვახტანგ მითაიშვილი ქუთაისის ოპერის სოლისტი გახლავთ. შესანიშნავი მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. ბატონი ზურაბი გორდეზიანი, მთავარი ვეტერინარი ქუთაისის. მისი პროფესია შეიძლება გამოვიყენოთ კიდევ იქ მარტო ოთხფეხებზე არა, ორფეხა ცხოველებზეც. ბატონი ჩარკვიანი, ზურაბ ჩარკვიანი, წუხს იმას რომ რატო არის ჯანსუღ ჩარკვიანის ჩარკვიანი. ასეთი მდგომარეობა. ბატონი ზურაბ აკრაძე გააცანეთ, ზურაბ აკრაძე. ბატონი ზურაბი ბაქრაძე. ბატონი ზურაბი ბაქრაძე ეს ის პიროვნება არის, რომელმაც გახსოვთ 27 ივლისს ქუთაისში მოხდა საზღვარი დარბევა მომიტინგეების და ეს ის პოლიციელი გახლავთ, რომელმაც მოიხსნა სამხრეები, დაუყარა ქუთაისის ბუთხრიკის გეწოდინებას მას და მას შემდეგ ჩვენს რიგებში იმყოფება. თუმცა მანამდეც მორალურადაც, ფიზიკურადაც ჩვენ ვიჭერდა ხალხს და დღესაც ჩვენს რიგებში დგას. კიდევ ვინ შეიძლება მაპატიეთ ჩვენი კლდიაშვილი. ხო, ბატონი კლდიაშვილი, სიმონეთიდან დავით კლდიაშვილი სამომავალი ალბათ. ხო. ასე რომ მთელი იმერეთი აქ და ჩვენ სამეგრელოს გვერდით ვიქნებით, მთლიანად სრულიად კი, მაგრამ თქვენი მერი ხშირად გამოდის ხუნტის ტელევიზიის და ხშირად ამბობს, რომ მთელი ქუთაისი ხუნტის მხარეს არის და. ეხლა ეს როგორ გამოვიდა? ამდენი აქ ხარ, იმდენი იქ ხიდე. გეტყვით, მე ფსიქოლოგიაში არ ვიცი რა შეიძლება ეწოდოს იმ შეშლილ მდგომარეობას, რაც ამ კაცს ახასიათებს. გუშინ წინ გამოვიდა ინტერვიუ აიღეს, თუ ინტერვიუ ქვია მას. სწორად გამოვიდა მიკროფონით მწირფელი, ვიდრე მაგალითად ჟურნალისტი. შეურაცხყოფა. იაყენა თვითონ ჟურნალისტს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დავთვალეთ, რომ 2 საათი და 52 წუთი ილაპარაკა ტელევიზიით და ეს თვითონ კორესპონდენტი კიდევ მიკროფონით შეუსვენებლი ეს ყველაფერი საუბარი მიდიოდა. ეს საუბარი არის დაულაგებელი და ჩვენს აზრებით ეს მგონი ანომალიური მდგომარეობა არის ფსიქიკაში. ანუ გრაშია საქმე იცი, მე მგონია, მაგი ვარჯიშობს, უნდა გინესის წიგნში შესვლა დიდხანს თუ ილაპარაკებს და გადააჭარბებს რეკორდს, არ ვიცი. იუმორის საღამოსაც არის ქუთაისში. იქ სახელობის საკმაოდ არ დაეჯეროთ ბატონო თქვენ ქუთაისში ვინც საღამოს მოაზროვნეა და ვინც ნორმალური ნიადაგზე დგას, ყველა აქა. ვინც მერთან არის? ახლა იმათ აზროვნებაზე მელაპარაკი ზემოთ მეჩნდება. რაც შეეხება თვითონ ქალაქს, ქალაქი დატერორებული არის. ეხლა კიდევ უფრო და უფრო იზრდება. უნდა ქუთაისში ჩამოეყალიბებინა იქაური რაზმები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და აღმოსავლეთ საქართველოსდან იქნა გადამოყვანილი დიდი ძალები და აი მისი მეშვეობით მოხდა დაკომპლექტება. მე მინდა ქუთაისის ერთ ღირსებას გაუსვა ხაზი, რომელსაც არ აძლევენ დღესდღეობით, რატომღაც გვეპარება ჩვენ ყურადღებიდან. ერთი ის, რომ დღესდღეობით აი ეს
მხედრიონელები იქნება თუ კიდევ სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც იბრძვის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ასეთი ხუნტის ჯარისკაცების რიცხვი სხვათა შორის ქუთაისიდან ნაკლები არის. ძალიან ცოტა არის. თუ დავაკვირდებით, ეს უმრავლეს შემთხვევაში არის აღმოსავლეთიდან და განსაკუთრებით თბილისიდან. ძალიან მცირე რაოდენობა არის. აი თუ ავიღებთ პროცენტულად სხვადასხვა ქალაქებთან მიმართებაში, ჩვენ აღმოაჩენდა დავინახავთ იმას, რომ ქუთაისი ამ მხრივ არ წარდგება. ძალიან მცირე რაოდენობა არის ის ხალხი, რომელსაც შეუძლიათ იბრძოლონ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ხო რა მაინტერესებს იცით? აი თქვენ ბრძანდებით ქუთაისიდან და მიდიხართ ფრონტზე. აი ქუთაისში რომ მხედრიონი დგას, ის ისევ იგდგას თუ წავიდა ფრონტზე. არა ქუთაისი წავს. ქუთაისი. ჩვენ ვიცით ასეთი რამ, კიდევ იქ მოქალაქეები მივიდნენ ხოლეს რომ მოგვეცით იარაღი და ჩვენ წავალთ აფხაზეთის დასაცავად. არა, ჩვენ არ გვჭირდებით იქ, ჩვენ გვჭირდება აქ, ვინაიდან ფრონტი 30 კილომეტრი არის ქუთაისიდან და უნდა დავიცვათ ქუთაისი. ვისგან უნდა დაიცვათ ქუთაისი რა? ხო. აი ეს არის საკითხი. ხო. ამას წინათ მოხდა დატერორება, გაძარცული იქნა ბაზარი, როგორც მწვანე ბაზარი, აი ეგრეთ წოდებული მწვანე ბაზარი და პიანი ბაზარი. გაძარცული იქნა უამრავი კომერციული მაღაზიები. ერთი სიტყვით საოცარი ტერორი იქნება ქალაქში. სამსახურია საზოგადოება დაარბიეს 4 წლის უკან. დაამსხვრიეს. ხო, აი, მოვატიეთ კიდევ ერთ რასაც გვინდა ხაზი გაუსვათ, რამოდენიმე დღის წინ დარბეული იქნა კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოების ოფისი. აქ იყო იქ შეფარებული ვართ ოფისი არც პროექტის ბაზაზე არის. იქ არის უამრავი არქიტექტურული ნამუშევრები, უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც დალეწილი და დახეული და განადგურებული იქნა ყველაფერი. სხვათა შორის ტაძრის მაკეტი იყო, უნიკალური ტაძრის მაკეტი, რომელიც დამსხვრეული იქნა, აი ნამსხვრევად აქციეს. ტაძრის მაკეტი, ეს კიდე თქვათ. ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა, მეორე კიდევ საოცარი რა არის? ქუთაისში წმინდა სალოცავები და წმინდა ადგილი ჩვენშიც ეს არის ბაგრატის ტაძარი და არის კიდევ გელათის მონასტერი. ბაგრატის ტაძარი 28 აგვისტოს მარიამობის დღეს წაბილწეს და გელათის მონასტერი კიდევ გუშინ წინ წაბილწეს. ეხლა რას გულისხმობ ამაში აი ამ წაბილწვაში? როგორ წაიბილწა? წაიბილწა ამ კუთხით რომ კომუნისტები კოლექტიურად დავდიოდნენ ფერმებში, ქარხნებში, მაგრამ საოცარი არის კოლექტიურად სალოცავად წასვლა. ეს საოცარი რაღაცა ხდება, ესე იგი შეიძლება ხალხმა ყველამ ერთად წავიდეთ და ერთად ვილოცოთ, მე როცა მინდა. მაგათ ეს გაგება არა. ხო, აი ეს საოცარი ის არის, რომ ერთად კოლექტიურად დადიან ეკლესიაში სალოცავად და მე ერთ-ერთ მარიამ ვუთხარი, რომ რა ხდება, კოლექტიურად მიდიხართ სალოცავად და ვის გაუგია კოლექტიურად სალოცავად წასვლა. ახლა მეთქი რა ხდება, ერთად მიდიხართ, სამწებზე ერთად ამბობთ, ერთად მოდიხართ. სხვა რა არის ეს? გარდა იმისა, რომ დიდი მადლობა. კოლექტიურად ლოცულობენ ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, მე აღარ შეგაჩერებ თქვენ უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხართ. ვიდრე ეს ჩვენი შეხვედრა და მე გისურვებთ, რომ ბედნიერად, ჯანმრთელად და გამარჯვებით დაბრუნებულიყო. კარგად იყავით. Thank you.
ჩაროთ ნელა იარებ. თუ შეიძლება გამავირო.
Იდათ მაგებებდა განსაკუთრებით ყოფის მდგომარეობა სრულიად საქართველოსთან ერთად, ვინაიდან ყოველივე ჩემთვის ცნობილი იყო, რასაც ხდებოდა, როგორ შემოგისიათ კომუნისტურმა ხუნტამ კრიმინალური ბანდები, როგორ დათარეშობდნენ აქ, როგორ ატარებდნენ შეურაცხყოფას, მოსახლეობას, დარღვევდნენ, ყველგან უმსხვილესობას ჩადიოდნენ, მაგრამ ჩვენი გმირი მებრძოლების წყალობით ეს ყოფი თავისუფალია და მალე საქართველოს სიტუაცია იგივე გაჭიანურდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ხუნტის ბანდების გარეშე, რომ გვირაბად დაეცა კიდევ თბილისში უზენაეს საბჭოსთვის ბრძოლებში ყოფის პრეფექტი ჩემი საუკეთესო მეგობარი ადონი თენგიზ ფაჯაია. ამავე დროს
ხობმა დიდი მსხვერპლი გაიგო. ამ ქვახან დაიღუპა ვაშკაცის შესანიშნავი ყოფილი მეომარი ეცურია როდიში და საერთოდ მე ვთხოვ ყველა მათთან ერთად ყველა დაცემული მებრძოლების პატივსაცემად სუსტიერი დუმილით გამოვხატოთ ჩვენი მოდიდება მათი სოლის მიმართ. საუბრობთ იყოს ზედა მათი. მეგობრებო, უმძიმესი ჟამი უდგას საქართველოს, უმძიმესი ჟამი მეკუშინებავე ფრონტზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შევარდნაძემ ჩაიდინა ეროვნული პალატი. მან განაიარაღა ქართული მხედრობა აფხაზეთში რუსეთთან და სეპარატისტებთან შეთანხმებით. გამოიმანა სამხედრო ტექნიკა აფხაზეთიდან და ამჟამად ამაგრებს თბილისს, ქუთაისს და სხვა ქალაქებს. იგი არუშვებს ჩვენკენ სამხედრო ტექნიკას შეიარაღებას, არავითარ დახმარებას არ გვიწევს. ჩვენი მებრძოლები თავიანთი ძალების ავნაბარად იბრძვიან დღეს ფრონტზე. დაიდო ერთხან მოღალატური კაპიტულянტური ხელშეკრულება სოჭში, რომლის ძალითაც გამოყვანილი იქნა ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთიდან, საბრძოლო ტექნიკა და რა მოხდა ყოველივე ამას თქვენ იცით. სოფლის დაცემისთვის პასუხი უნდა აიღოს შევარდნაძემ და კრიმინალურ კომუნისტურმა ხუნტამ. დიახ მეგობრებო, იმდენად ურცხვები არიან, რომ ამას ჩვენ მხედრობას აბრალებენ, რომ რატო დროზე არ მოგვეშველენო. როგორ უნდა მიეშველონ, როდესაც არავითარ დახმარებას არ უწევენ. ფაქტობრივად მარტო არიან ოჩამციის ფრონტზე. მათ სასწაულები ჩაიდინეს. ამჟამად მდინარე კოდორთან იმყოფებიან და საფრთხეში არიან ეხლაც მეგობრებო. მე გამოვაცხადე მობილიზაცია. მე ყველას ვთხოვ, ყველა ძალების მობილიზაცია უნდა მოხდეს, ხობში უნდა სასწრაფოდ შეიქმნა სამობილიზაციო შტაბი, ზუგდიდში უკვე შექმნილია, სენაკში უკვე შექმნილია და დავიწყოთ მობილიზაცია განსაკუთრებით რეზერვისტების და ჯარგამოვლილი მოქალაქეების. ვისაც საკუთარი იარაღი გააჩნიეს, საკუთარი იარაღით უნდა მოვიდეს. ეს იქნება სამშობლოსთვის უდიდესი დახმარება ამ უძველეს წუთებში. ჩვენი მებრძოლებისთვის უდიდესი დახმარება, რომელიც მოერიან ჩვენგან ამ დახმარებას. მეგობრებო, ყველას მოგიწოდებ, ხო? რაც შეიძლება ჩქარა, ავადმოთ ეს საქმე. უნდა შეიქმნას სახალხო ლაშქარი ფრონტის დასახმარებლად. ეს უდიდესი საქმე, რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მოსახლეობა ამჟამად გამორგის აფხაზეთიდან ყველიცი ტრანზიტი მდგომარეობაა. ხუნდათ ესავს პანიკას, იმ დღეებში, როდესაც ხუნდამ გამოაცხადა, რომ სოფული დაეცა, ჯერაც არ იყო იგი დაცემული. ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი დაბრუნება, მაგრამ ხუნდათ შეგნებულ ალაფს ჩადის. მისი მიზანია მას მტერთან გარიგება აქვს, რომ დაუწყოს აფხაზეთი მტერს და ქართველი მოსახლეობის გენოციდი და დეპორტაცია მოაწყოს. მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავანებოთ მათ მეგობრებო. არ უნდა დავანებოთ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავეხმაროთ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას. ჩვენი ძველი განსაცდელში არიან მეგობრებო, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ისინი ვიხსნათ და ვიხსნათ აგრეთვე სრულიად საქართველო. აფხაზეთის დაკარგვით საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მტერი მოვაპირდებით გალის რაიონში. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ყველა ლაშქარს მოვუწოდებ, ყველა ქართველს, ვისაც უყვარს სამშობლო, ჩვენს კომენდანტურაში გამოცხადდეს და შეძლების დაგვეხმაროს. ეს ყველა მოქალაქის ვადია, ყველა ქართველის ვადია. წინააღმდეგ შემთხვევაში თავი გაჭიანურდება ის პროცესი, რომელიც ჩვენ ყველას გსურს, რომ მალე მოხდეს მთელ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ჩვენ მივიღეთ ზოლები მართალია, გუშინ მერიყავი, ოჩამციის შტაბში მაგალითად დიდი განხეთქილება, გუნდის მებრძოლები მასობრივად გამოდიან, დეზერტირობენ, არც ერთმა დეზერტირმა არ უნდა გაიაროს მეგობრებო. ყველა უნდა განიარაღდეს. დეზერტირები უნდა გამოიაროს სადაც იქნება სამხატვრო იარაღის საავადმყოფო კომენდანტურას. Controlde sei casa, dei raioni, da rete di clima per cazzo. Io te ne di stare sui salti garbi, superi su grande felice. Per
dezorganizācija და პანიკა. მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევახერხოთ ეს პროცესი და გავამაგროთ აფხაზეთის ფრონტი. აი, ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ესეც იყო, მეგობრებო. მე ისურვებ ისეთ ბომას სამშობლოს სადაროჯოზე, როგორ უნდა გაიძღებოს კომუნისტური მაფიის და კრიმინალური გუნდის აგენტებისგან, უნდა ვამხილოთ ყველანი ისინი. გაძლიერდეს კანონიერი ხელისუფლება და აღარ უნდა დავუშვათ აქ ხუნტის თარეში. მეგობრებო, დღეს საქართველოში როგორც იცით, მრავალი ადამიანი მოსწორებულია ამ კომუნისტური ხუნტის მიერ განსაკუთრებით თბილისში არის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გულისხმობენ, ჩვენ ყველას გამოუცხადოთ. ვინც დააპრესიერას, ვინც შეიგნებს თავის შეცდომებს, თავის დანაშაულს, ვინც შეწყვეტს ჩვენთან კონფრონტაციას და ბრძოლას, ყველას გამოუცხადეთ ამნისტიას და ვაპატიებთ բոլო დანაშაულს. თუ ის დარღვევს და თუ მას არა განსაკუთრებული მძიმე დანაშაული ჩადენილი სამშობლოს წინაშე. მე ვთავაზობ ყველას ეროვნულ შერიგებას, ოღონდ ამისთვის უმთავრესია დაუყოვნებლივ გადადგეს შევარდნაძე და მისი კომუნისტური ხუნტა. მე დავნიშნავ უზენიათ საქმესთან ერთად ახალ არჩევნებს, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. ჩემ ძალებულებს, რომელიც მე ამ დღეებში გამოვიდი, თქვენ გაეცნობით რადიო გამოქვეყნდა ჩვენი რადიო 48 ტალღაზე. ზუგდიდის ტელევიზიით გადაეცემა, სენაკის ტელევიზიით გადაეცემა ძალებულები. ძალიან ვთხოვთ. ოფსაც ალბათ მომდეც მოახერხა და გაზეთში დაიბეჭდება. ფოცას მოვლით, ფოცში მალე აღება კანონიერი ხელისუფლება და საერთოდ მთელ საქართველოში მალე აღება კანონიერი ხელისუფლება. ხალხი ერთიანი იყოს ამ კრიმინალურ ხუნტასთან ბრძოლაში. აი ეს არის თავი მეგობრებო. ამ ჩემ დამეგობრებებს და ჩვენი თავებისა და უზენაესის საფუძვლის დადგენილებებს ჩვენ განვახორციელებთ თქვენი დახმარებით. მე ზუგდიდში ყოფნის დროს, კალენჯეთის ყოფნის დროს ყველას მოუწოდებ და ვთხოვე, რომ ომში აუცილებლად გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკონომიკა. თქვენ ხედავთ, რომ ხუნტამ ეკონომიკა ჩვენი გაანადგურა. ხალხის აშინელ მდგომარეობაშია. ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა ჩვენი სოფლის მეურნეობის აღორძინება. მაქსიმალურად ვთხოვთ ყველას, ეხლა ვიშრომოთ, ვიმუშაოთ, ვისაც შეუძლია. მოსავალი ავიღოთ ბროლად, ყველა ძალები ამ პროცესზე მიმართოთ. ვინაიდან ამასთან დაკავშირებულია ჩვენი წარმატებები, თუნდაც აფხაზეთის ფრონტზე, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის ბრძოლაში. ეს აუცილებელია და ყველას ვთხოვთ ამისთვის დახმარებას და თანადგომას. სოფლის მეურნეობის სამუშაოების შტაბები შექმნილია და მათთან ერთად ძალიან გქონდ რომ მოგეხმაროთ ჩაის კულტურის სინიკის აღებაში, ჩაის აღებაში და მოგებაში და სხვა. ეს იქნება უდიდესი დახმარება ყველასთვის, ჩვენი ფრონტისთვის, კი არა ჩემთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, მეგობრებო და ეს პატარა საქმე არ გეგონოთ. დააფლა ციფრში ყველაფერს უნდა მიხედავ, მეგობრებო. ამ პერიოდში მე ვიცი, ხალხი გულგატეხილი იყო, ხალხი გადავლილი იყო, ხალხი ამ ხუნტის და აჭარების თარეშის დროს არც მუშაობდა. ამით აცხადებდა პროტესტს. ეხლა ძალიან გქონდ, რომ პირიქით, შრომით, მუშაობით ამოვუდგეთ ფაქტში კანონიერ ხელისუფლებას. აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ეხლა მეგობრებო, მე კიდევ იქაც ვილაპარაკებდი, აქ ჩვენი მეგობრებიც ბევრს იყროდნენ, მაგრამ გვაქვს საომარი მდგომარეობა, ზილად ტელეფონზე კავშირი მაქვს სამცილის შტაბთან, ყოველ წუთში ახალი გადაწყვეტილებებია მიღებული
ხელმძღვანელობ ფაქტობრივად ფრონტს და თქვენ არ უნდა გეტყილოთ მე ახლა დავამთავრებ და მომავალში და აკმუნებული ვარ რომ ექნება იმის საშუალება რომ უფრო დიდ ხანს ესაუბროთ და უფრო მეტი ამდენი გამწოთ და დროებით დაგემშვიდობებით. ეხლა მივიდივარ წენგის გადაიას საფასურო აღნიშნეთ ის სკოლა. How does it feel to be back in your country? How is it for you to be back in your country once again with your people? My plan is restoration in Georgia, restoration of legal governance, legal parliament and legality. So, does that mean that you would move towards Tbilisi? Of course, but not with military means. Not with military. Peaceful demonstrations and peaceful manifestations, and this is our way. You appear to have a lot of military support here. I think Mr. Shevardnadze should do. He must resign. He must resign immediately. You have a lot of support in this half of the country, but what about in the In the capital? whole country, I have such supporters, but they are terrorized in eastern Georgia by the criminals of Shevardnadze. And if there were elections for the presidency again, would you run? Yes, I say that if Shevardnadze resigns, I appoint new elections. I want new elections. One more point, if I may. We've seen your soldiers here, but they are not moving. Sir, excuse me, sir. Nice meeting you. Thank you.